ალბათ უკვე გეცოდინება იმის შესახებ, რომ შენი ზოდიაქოს ქვა რეალურად არ არსებობს. აგიხსნი რეალურად რას ნიშნავს, როდესაც ზოდიაქოს ნიშნით არჩევენ ქვას და რეალურად რაში გამოიყენება ეს ყოველივე. პირველ რიგში გეტყვი, რომ არ გამოიყენება ეს ყოველივე იმისთვის, რომ შენ რადგანაც რომელიმე კონკრეტულ ნიშანს ეკუთვნი, შენ გეკუთვნის ესა და ეს ქვა და შენ ესა და ეს ქვა მოგიხდება, ან მოგერგება, ან რაღაცა კარგს მოგიტანს. არა და არა. და ეხლა ვეკითხით, რატომაც არა. პირველ რიგში აგიხსნით იმ ფაქტორს, რომ არსებობს პლანეტარული მაგია. პლანეტარულ მაგიაში ყოველთვის ვიყენებთ პლანეტების და ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩეულ ქვებს, რომელიც არათუ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებზეა მორგებული, არამედ თვითონ აი ამ ქვების და ამ პლანეტარული ქვების მოდი ესე ვთქვათ, თვისება გააჩნია კონკრეტულ მინერალურ ქვებს. შესაბამისად, ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკებსა და რიტუალებში, თუმცა ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს მაგიაში. დაბალი მაგიის ფორმებში ან წარმართული მაგიის ტიპის ფორმებში ნაკლებად არის ყურადღება გამახვილებული პლანეტარულ მაგიაზე, ნაკლებად არის ყურადღება გამახვილებული ზოდიაქოს ნიშნის ქვებზე და განიხილება პრიმიტიულად, როგორც მარკეტინგული მიდგომა, რომ რადგანაც შენ მაგალითად ხარ ქალწული, გიხდება ამეთვის ტოს ქვა. ეს არის აბსოლუტური სისულელე, თუმცა თუ კი თქვენ სერიოზულად ხართ მაგით დაინტერესებული და გააქვთ უკვე შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაიწყოთ პლანეტარული მაგიის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ფაქტობრივად ერთი-ერთში თითოეული პლანეტის, თითოეული დროის, თითოეული პლანეტარული დროის სარტყელის, წუთის, წამის განსაზღვრას, თუ როდის და რა რიტუალი უნდა ჩაატაროთ სწორად.